ერთ-ერთი მხრივარი აუცილებელი ატრიბუტი ქვეყანაში, სადაც ხშირად არის ხოლმე ეჭვი, რომ არასამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღება, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები მიიღება, რომ სუბიექტური მოტივაციით განპირობებულია ბევრი განაჩენი და ბუნებრივია სხვა შემთხვევაშიც დემოკრატიულ სამყაროში არსებობს ასეთი მექანიზმი. მე ძალიან გამიჭირდება ახლა კონკრეტულ საქმეებზე რაიმე თქვა გამომდინარე იქედან რომ არ ვიცნობ ამ საქმის მასალებს, მაგრამ იმედი მინდა ვიქონიო, რომ ის შემადგენლობა, რომელიც წარმოადგენს შეწყალების კომისიაში მოქმედ შემადგენლობას, რომ მათ ძირისძირობამდე აქვთ შესწავლილი საკითხები. მით უფრო, რომ ბევრი სკანდალური თემა იყო აი ამ შეწყალების საკითხებთან დაკავშირებული, ფართო ამინისტიასთან დაკავშირებული, შემდგომ შეწყალების აქტებთან დაკავშირებული, ბევრი განმეორებადი დანაშაული მოყვა ყველაფერს და ბუნებრივია ძალიან დიდ ჰუმანიზმთან ერთად აუცილებელია ძალიან დიდი სიფრთხილე, როდესაც ასეთი ნაბიჯები იდგმება. მე იმედი მაქვს, რომ თუ ასეთი დანაშაულები არსებობს შეწყალებულთა სიაში, მძიმე დანაშაულები, რომ ამას ექნება ძალიან მკაფიო და მტკიცე არგუმენტაცია და შესაბამისი პასუხისმგებლობა როგორც პრეზიდენტის, ისე იმ კომისიის მხრიდან, რომელიც ამგვარ საკითხებს ამზადებს. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი მარტო არ იღებს ამ გადაწყვეტილებას, ის საბოლოო, ასე ვთქვათ, ინსტანცია გახლავთ, მაგრამ არსებობს მთელი სოლიდური უწყება კომისიის სახით, რომელიც ამზადებს მასალებს, რომელიც სწავლობს, რომელიც კამათობს, მსჯელობს ამ საკითხებზე და ასე მიიღება გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მე ვფიქრობ, ამაზეც სერიოზული განმარტებები მოუწევს ყველა იმ ადამიანს და უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს მეთაურს, დღევანდელი კონსტიტუციით, როგორც პრეზიდენტს. რაც არ ვიცი, ძალიან მიჭირს იმაზე საუბრის დაწყება. მე ამ წუთში, როცა გავიგე, რომ ამ რაოდენობის პატიმრების შეწყალება იგივე უბრალოდ მოხდა, რა თქმა უნდა, დამაინტერესებდა. მაგრამ არანაირად არ მქონია იმის დრო და შესაძლებლობა, რომ ამას გავცნობოდი, მაგრამ იმედია, რომ მეც თქვენც და საზოგადოებაც უფრო მეტ შეიტყობს ამ ხსენებული აქტის თაობაზე. აუცილებლად საჭიროა მეტი ყურადღება, მაგრამ არსებობს მთელი რიგი დანაშაულები, ბრჭყალებში დანაშაულები, თუმცა არის ისიც სისხლის სამართლის დანაშაულები, რომელთა დეკრიმინალიზაციაზე ყოველთვის იყო ლაპარაკი. მაგალითად, ჩვენ ყოველთვის უჭერდით მხარს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, ანუ წინასწარი პატიმრობის ან ზოგადად პატიმრობის ახმკვეთი ღონისძიების შეფარდებას ეკონომიკური დანაშაულისათვის. გადაცდომა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს და არ არის აუცილებელი, რომ ასეთი გადაცდომებისთვის ადამიანები ხანგრძლივი პერიოდით ისხდნენ გისოსებს მიღმა, თუნდაც აღმკვეთი ღონისძიება გამოიყენებოდეს მათ წინააღმდეგ, მაგრამ სრულიად სხვა არის ის დანაშაულები, რომლებიც კრიმინალთან არის დაკავშირებული, რომელმაც ადამიანის სიცოცხლეს, მისჯამრთელობას, საზოგადოების უსაფრთხოებას შეიძლება შეუქმნას საფრთხე და ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და როდესაც ის ფართო ამინისტია განხორციელდა, ჩვენ მაშინაც ასეთი პოზიცია გვქონდა, რომ ამდენი პატიმარი მართლაც წარმოუდგენელი ყოფილიყო საქართველოში, მაგრამ ასე უაპელაციოდ აბსოლუტურად ყველას პირდაპირ ქუჩაში გამოშვებაც ალბათ გამართლებული არ იყო. შესაძლოა მომხდარიყო შემცირება და მოსახდელი ვადის, შეიძლება გარკვეული პირობები აღმკვეთი ღონისძიებისა შეცვლილიყო, მათი უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო ციხეებში და ასე შემდგომ, მაგრამ ის რომ ციხიდან გამოსული ადამიანი ჩადის ისევ დანაშაულს, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და სახელმწიფოს აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ ან ციხიდან გამოსულ ადამიანს შეუქმნას დასაქმების, რესოციალიზაციის რაღაცა მეტნაკლებად ნორმალური პირობები, ან ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ კრიმინალი არ იყოს ფსიქოლოგიურად მოჭარბებული. დღეს ძალიან ბევრს დაობენ, რომ სტატისტიკურად ასე იყო თუ ისე იყო, მაგრამ მერწმუნეთ
საქართველოს საზოგადოებას აქვს განცდა, რომ კრიმინალმა იძალა საქართველოში. ეშინიათ ადამიანებს, რომლებიც მანქანას ტოვებდნენ ქუჩაში, ეშინიათ ადამიანებს, რომლებსაც სახლში შეიძლება ბევრი საკეტი არ კონდეთ ან არ კონდეთ სპეციალური დამცავი ღონისძიებები, იმიტომ რომ ბევრი ისეთი ფაქტი მოხდა ამ ბოლო პერიოდში, რომელმაც ასეთი შიშები გააჩინა. და საზოგადოების უსაფრთხოებას უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი, მათ შორის ასეთი ჰუმანური ნაბიჯებით, როგორიც არის შეწყალება და ამინისტია. გულისხმობთ დანამატებს? რეალურად ძალიან ბევრ საუბრობდა ხელისუფლება და ამ შემთხვევაში თბილისის მთავრობა, რომ აქვს ბიუჯეტის პრობლემები. ჩვენ ნახეთ დილიდან დაძაბული ვითარება თბილისის მერიასთან, რომ შევაფასოთ შექმნილ სიტუაციაში რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ სინამდვილეს დანამატების ფორმა და მახსოვს ასევე მათი პრემიერთან დაკავშირებით, რომელსაც წინა მთავრობის ან მერიის წინა მაღალჩინოსნები იწერდნენ. ხო, მე იცით მართლა გულწრფელად მიკვირს რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ამ თემაზე არის მუდმივად ლაპარაკი, არის ძალიან კრიტიკული და მტკივნეული ლაპარაკი, მიმდინარეობს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა, იცით თქვენ, და პენსიების დაპირებულ მომატებაზე არაფერი ლაპარაკი არ არის, ხო? და დაგვაიმედეს, რომ იქნებ 5 ლარით მაინც გაიზარდოს პენსიონერის პენსია და ამ ფონზე მიუხედავად იმისა, რომ სკანდალი ატყდა მთავრობაში გამოწერილი პრემიების გამო, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა უწყებაში გაუმართლებელი ყოვლად დაუბალანსებელი, არაადეკვატური ანაზღაურებები გამოიწერეს საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებმა და ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან სერიოზული და საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა. იცით, რომ მთავრობამ თითქოს ინიციატივაც წარმოადგინა და დარეგულირების წესი შექმნა ამისი, მაგრამ მივიღეთ რა, რომ აღარ ლაპარაკობენ პრემიებზე და დაიწყეს სხვა ფორმის ფინანსურ ანაზღაურებაზე საუბარი და მე არ მგონია, რომ ბიუჯეტის დანახარჯებში რაიმე მნიშვნელობა კონდეს იმას, პრემიას დაარქმევ, დანამატს დაარქმევ, თუ საერთოდ დაარქმევ რაღაცა ღვთისსაჩუქარს ამ თანხას, რომელიც ბიუჯეტიდან მიდის და კონკრეტული ადამიანების ჯიბეში ჩადის. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან გაუმართლებელი ქმედება. მე არ მინდა ვიხმარო ასეთი ტერმინი, მაგრამ მე არ ვიცი, ან ვერ მიყავთ ადამიანები და ვერ ამაგრებენ იმ თანამდებობებზე უფრო დაბალი ხელფასების ფასად და ეს ხელფასები არ არის დაბალი, მოგეხსენებათ, 2000 ლარიანი, 3000 ლარიანი, 4000 ლარიანი, 5000 ლარიანი ხელფასები საქართველოში არ არის დაბალი ხელფასები და როდესაც ამაზე მეტი კიდე დანამატი გინდა, ყოველთვიურად რომ გქონდეს, ეს რო იყოს რაღაცა წელიწადში ერთხელ დღესასწაულზე ან ასე შემდგომ იყო ასეთი პრაქტიკები, შეიძლება მაშინ კიდე თვალი დავხუჭოთ ამაზე, მაგრამ წარმოუდგენელი რამე არის. მე ვფიქრობ, ფულის მიმართ ისეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება გაჩნდა დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებში. მე არ ვიცი, ეს ბიძინა ივანიშვილის მილიარდებმა გააჩინა და ოპოზიციაში ძალიან დიდმა დაფინანსებამ, როდესაც იყვნენ თუ განცდა აქვთ იმისი, რომ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ხანს იქნებიან და ბევრი უნდა მოასწრონ, ვერ გეტყვით, მაგრამ აბსოლუტურად გაუმართლებელი რამ ხდება. ამდენი სკანდალის მერე, ხა ნარმანია, ახალი მერი, რომელიც თვითონ ლაპარაკობდა და მოუწოდებდა მთელ საზოგადოებას, რომ გამოეძიებინათ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ქმედებები ბიუჯეტის ფლანგვის თვალსაზრისით და ვალის აღებასაც პირდებოდა საზოგადოებას, ხომ? და ძალიან მაღალ პროცენტიანი ვალი უნდოდა რომ აეღო კერძო სექტორისაგან ამ მიმართულებით, რომ გარკვეული პროექტები განეხორციელებინათ. უცებ აღმოჩნდა, რომ ფული არ არის ძალიან ბევრი პროექტის განსახორციელებლად, მაგრამ ფული მოიძებნა იმისათვის და ძალიან სოლიდური თანხა, რომ გამგებლების მოადგილეებს, ვიცემერებს და ასე შემდგომ დეპარტამენტების ხელმძღვანელებს აი ასეთი ძალიან სოლიდური დანამატი დაემატოთ ყოველთვიურად. ეს არის გაუგებარი, ეს არის მოუთმენელი, ეს არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და მე ვფიქრობ, საზოგადოებაც ადეკვატურად უპასუხებს ამ უპასუხისმგებლობას.
რეალურად ხედავთ თუ არა თქვენ დესტაბილიზაციის საფრთხეს და აქვს თუ არა შექმნილ ვითარებაში შანსი იმის რომ გადაგდევრი ექსპერტი საუბრობს რომ ნაციონალური მოძრაობა ყველა გზით ეცდება ხელისუფლებაში დაბრუნებას ხედავთ თუ არა ამ შანსს შექმნილ რეალობაში ხა ოპოზიცია იმისია მით უმეტეს ნაციონალური მოძრაობა იმ გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს უახლეს ისტორიაში რომელიც ხელისუფლებიდან წასვლის მერე არ გაქრა მანამდე როდესაც სახელისუფლებო პარტია ტოვებდა ხელისუფლებას ყველა კრებოდა ასე დაემართა მოქალაქეთა კავშირს ასე დაემართა აღორძინებას და დიდი ალბათობა იყო რომ ნაციონალურ მოძრაობასაც ასე დამართნოდა მათ ეს კრიტიკული პერიოდი გაიარეს აშკარად და ხელისუფლება იმდენად უნიათოა დღევანდელი ხელისუფლება იმდენად უსახოა თავის ქმედებებში იმიტომ რომ მას არ გააჩნია არანაირი მახასიათებელი ყველა ხელისუფლებას აქვს რაღაცა მახასიათებელი ზოგი არის უფრო ორიენტირებული ეკონომიკაზე ზოგი არის ორიენტირებული უფრო ინფრასტრუქტურაზე ზოგი საერთაშორისო მეგა პროექტებზეა ორიენტირებული ვიღაცა არის უფრო განათლებაზე ორიენტირებული და მეცნიერებაზე ანუ მომავალზე ორიენტირებული ჩვენი ხელისუფლება არაფერზე არ არის ორიენტირებული ჩვენი ხელისუფლება პრაქტიკულად არის ყოფილი ხელისუფლების ოპოზიცია და არა რეალურად ხელისუფლება მე არ ვიცი ამან რა შედეგი უნდა მოუტანოს საქართველოს იმიტომ რომ თქვათ ერთი წელიწადი იყო ამაზე ლაპარაკი მეორე წელიწადი იყო ამაზე ლაპარაკი მაგრამ დაიწყო მესამე წელიწადი მათი ხელისუფლებაში ყოფნის და ჩვენ ვერაფერზე ვერ ვისმენთ მსჯელობას გარდა იმისა რომ ნაციონალური მოძრაობა იყო 9 წელიწადი ხელისუფლებაში და რომ ის აშავებდა ძალიან ბევრ რამეს კი ბატონო ძალიან ბევრ რამეს აშავებდა ჩვენ ამის თაობაზე მაშინ ვლაპარაკობდით და მაშინ ვიბრძოდით როდესაც დღევანდელი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი ან აფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას ან შიგნით იყო ან მხარს უჭერდა მაგრამ ამას თავი დავანებოთ დღეს ჩვენ გვჭირდება დღეს რა უნდა მოხდეს ქვეყანაში ქვეყანა საით მიდის საერთოდ რა მიმართულებით მიდის და ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს მე ურთიერთობა მათ შორის ისეთებთან ვინც კარგად ერკვევა პოლიტიკაში და ისეთებთანაც რომლებსაც უბრალოდ აინტერესებს ყოველდღიური ყოფის დონეზე საით მიდის ქვეყანა და ასეთი პასუხები არ არსებობს იმიტომ რომ ქვეყანაში არის ძალიან ბუნდოვანი სიტუაცია დავაკვირდეთ თქვენ მითხარით თავისუფალი თაობა და თავისუფალი ზონა მათი დაპირისპირება გახდა ძალიან მთავარი თემა ქვეყანაში პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირება გახდა ძალიან მთავარი თემა ქვეყანაში პარლამენტის მთავარი თემაა პარლამენტი ქუთაისში თუ თბილისში ამის იქეთ ვერ წავიდა პარლამენტი სხვა თემებზე არ მიდის კამათი აი ნუ ახლა ბიუჯეტი როცა შემოვა იძულებული არიან რომ ბიუჯეტის თემებზეც ილაპარაკონ მაგრამ მერწმუნეთ რომ აბსოლუტურად არაკვალიფიციურად ხდება ბიუჯეტის განხილვაც იმიტომ რომ არავის არ აქვს ასე ვთქვათ განწყობა იმისა რომ ხელისუფლებას უნდა შეედავოს ამ მიმართულებებით პრემიერი პრეზიდენტს კარგად არ ელაპარაკება პარლამენტი საერთოდ არსებობს თუ არა მთავრობისთვის საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს ამ მიმართულებით იქ ბიძინა ივანიშვილია რომელიც საერთოდ ყველაფერს განაგებს ამ ქვეყანაში და რეალურად აღმოჩნდა რომ არავინ არაფერს არ განაგებს არანაირი გადაწყვეტილებები არ მიიღება და ასეთ ვითარებაში ნაციონალური მოძრაობა ოდნავ სიმპათიურად რომ გამოიყურებოდეს საზოგადოების თვალში და მას ძალიან ბევრი მართლაც პრობლემური ძალიან სერიოზულად პრობლემური წარსული არ კონდეს მისი შესაძლებლობების მქონე პოლიტიკური ძალა მოვიდოდა ხელისუფლებაში ან მის გარეთ რომ არსებობდეს თქვათ დღევანდელ ოპოზიციას ჩვენ მაგალითად რომ კონდეს ცოტა უფრო მეტი ხელშეწყობა ფინანსური თვალსაზრისით მედია ასე ვთქვათ უზრუნველყოფის თვალსაზრისით მერწმუნეთ რომ ძალიან სერიოზული პრობლემები გაუჩნდებოდა ხელისუფლებას მაგრამ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთმანეთს განაპირობებენ. ძალიან ჭირდება ქართულ ოცნებას რომ არსებობდეს ნაციონალური მოძრაობა რომ მხოლოდ მასთან დებატების გზით გადიოდეს იოლად და მე ამას ისე არ ვლაპარაკობ ტყუილად. კითხეთ ნებისმიერს თქვენი ტელევიზიების პროდიუსერებს თოქ-შოუებში რამდენად კატეგორიულად ითხოვენ ნაციონალური მოძრაობა უпростоრად ქართული ოცნების წარმომადგენლები რომ დებატებში დასხდნენ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან და არავისთან სხვასთან. ასეთ ვითარებაში ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ერთსა და იგივე ადამიანებს, ერთი და იგივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს ერთსა და იმავე თემებზე მოლაპარაკეს. აი იმ თემებზე, რომელი თემებით მე ჩამოგითვალეთ და ეს არის დიდი ჭაობის დასაწყისი შეიძლება ითქვას. მე გამოვრიცხავ რომ სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს, თუმცა ძალიან
დიდი უპასუხისმგებლობა დგას იმ დაპირისპირების უკან, იმ ხალხისაგან, რომლებიც აი ამ ახალგაზრდების უკან დგანან და ახალგაზრდების ურთიერთწაქეზება ხდება და მუშტიკრივით ხდება საქმეების გარჩევა. მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რაიმე სამოქალაქო დაპირისპირების ფორმას არანაირად არ შეიძენს, არ უნდა დაუშვას არც ერთ შემთხვევაში ქართულმა საზოგადოებამ, რომ ამ მიმართულებით წავიდეს პროცესები, მაგრამ ის რომ ქვეყანა არის სტაგნაციაში, ძალიან სერიოზულ სტაგნაციაში, პოლიტიკური პროცესი არის სერიოზულ სტაგნაციაში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. აი იყო ასეთი თემა და მე ყოველთვის მინდოდა ამის თაობაზე არც არავინ არ დამისვა შეკითხვა, იმიტომ რომ არ აინტერესებთ სხვა თემები გარდა იმ თემებისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება აი მათი ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე. ქართველი ჟურნალისტები შეხვდნენ კარასინს და კარასინმა თითქმის გადაწყვეტილება მიღებულ ფორმატში ისაუბრა ტრანსკავკასიური მაგისტრალების აგების თაობაზე საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ იცით ალბათ ეს რას ნიშნავს და რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. ტრანსკავკასიური რკინიგზა იყო ის, რომელიც საერთოდ ეროვნული მოძრაობის დასაწყისში იყო და მე იმ თაობას ვეკუთვნი ეროვნული მოძრაობისას, ვინც ძალიან აქტიურად ვიბრძოდით ტრანსკავკასიური რკინიგზის წინააღმდეგ და ერთი განხორციელებული ტრანსკავკასიური პროექტი ჩვენ ვიცით როკის გვირაბის სახით, რომელმაც პრაქტიკულად საქართველოს ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა განაპირობა. სანამ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, უბრალოდ არ უნდა გაბედოს ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა, რომ საუბარი გამართოს ასეთ თემებზე რუსეთის ხელისუფლებასთან. 21 საუკუნეში კომუნიკაცია არაჩვეულებრივი რამ არის, რაც უფრო მეტი გზა იქნება მეზობელ ქვეყნებთან, მით უკეთესია, მაგრამ რუსეთი არ არის ჩვენთვის ჩვეულებრივი მეზობელი. რუსეთი არის ის, ვინც ყველა გზას, ყველა გვირაბს და ყველა სარკინიგზო ეშელონს იყენებს ცოცხალი ძალის გადასაყვანად და ტანკების გადასატანად. ჩვენ ეს ვნახეთ და ჩვენ ამის დამატებითი შესაძლებლობები რუსეთს აღარ უნდა შევქმნათ და მოუწოდებ ყველას, ვინც ამ თემაზე შეიძლება ჩუმად ლაპარაკობდეს რუსეთის ხელისუფლებისაგან. გახსენით ბრჭყალები, არ ილაპარაკოთ ჩუმად, თქვენთვის არავის მოუწია მანდატი იმისა, რომ ასეთი ჩუმი გარიგებები აწარმოოთ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან. მე არა ვარ წინააღმდეგ იმისა, რომ რაიმე ტიპის ურთიერთობები არსებობდეს, კი ბატონო ნიახურიც გავიდეს მანდარინით და ყურძენით და ეკონომიკური ურთიერთობები არსებობდეს, თუ კი ამის რეალური შესაძლებლობა იქნება, მაგრამ არასოდეს ეკონომიკური ურთიერთობები არ უნდა გაიცვალოს პოლიტიკურ, სტრატეგიულ ქვეყნის უსაფრთხოების თემებზე და ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი იმითი, რომ ვიღაც რუსეთში საქართველოს ასე ვთქვათ, კულტურულ ან რამე ტიპის ღონისძიებას მოაწყობს და ეს იმას ნიშნავს, რომ თითქოს რუსეთსა და საქართველოს შორის პრობლემა აღარ არის. ნუ დავინახავთ იმ ჭრილში ყველაფერს ამ პრობლემებს, რომ თითქოს სააკაშვილი იყო მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემა. სააკაშვილამდეც, სააკაშვილის დროსაც და თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, სააკაშვილის შემდგომაც რუსეთს ქონდა, აქვს და ექნება თავისი მახინჯი სტრატეგიული ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში და არც ერთმა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ამის განხორციელება, მით უმეტეს ჩუმად, მით უმეტეს მალულად, მით უმეტეს ზურგს უკან და არ უნდა კონდეს უფლება რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ასეთ მტკიცებით ფორმაში უკვე გადაწყვეტილება მიღებულ ფორმაში ილაპარაკონ ასეთ სტრატეგიულ საკითხებზე, როგორიც არის ვთქვათ მაგისტრალების აშენება ან უკვე აშენებულის გახსნა და რეაბილიტაცია. ევროსაბჭოს რეზოლუციას რაც შეეხება. მოგეხსენებათ, მე ძალიან კარგად ვიცნობ ევროსაბჭოს სტრუქტურას, მე გახლდით ბევრი წლის განმავლობაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი ევროსაბჭოში. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი მართლაც მწვავე რეზოლუცია არის, რომელიც ევროსაბჭოს აქვს მიღებული საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა ამ შემთხვევაში საქართველოს ქვეყანას ეხება და ეს არის ძალიან მტკივნეული. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ
ვერც დელეგაციამ და ზოგადად საგარეო თვალსაზრისით ვერც ვერანაირი აღმასრულებელი სტრუქტურა ვერ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა. ჩვენ ვხედავთ ყველა ჯერზე, მე აკიატებულად არ ვლაპარაკობ ახლა მაინც და მაინც რუსეთის თემაზე. ონიშენკოსთან მიმართებაში ვიღაცას კრიტიკული სიტყვა წამოწდა და მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი იყო მობილიზებული და ბოდიში ოფიციალური ბოდიშიც მოუხადეს. თუ გახსოვთ, რომ აი რაღაცა არაადეკვატური გამონათქვამი იქნა მოხმობილი ვინმე ონიშენკოს წინააღმდეგ და არ ერიდება სახელისუფლებო ვერტიკალი უმაღლესი თანამდებობის პირიდან დაწყებული მე ამ შემთხვევაში პრემიერს გულისხმობ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს და აბსოლუტურად გაუაზრებელ და აბსოლუტურად უპასუხისმგებლო კრიტიკას გზავნიან დასავლეთის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენელთა მისამართით. მე ვფიქრობ ძალიან სერიოზული უპასუხისმგებლობაა იგივე იპიპ-ზე ლაპარაკი ამ ორგანიზაციის წევრები ჩვენც ავართ საქართველოდან და მარტო ნაციონალური მოძრაობა არ იყო უბრალოდ ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში და ის ბუნებრივია ბევრად უკეთესად იყენებდა და ბევრად მეტი შესაძლებლობა ჰქონდა ამ კონტაქტების გამოყენებისა, მაგრამ ეს არის უზარმაზარი მემარჯვენე გაერთიანება მთელ მსოფლიოში, ევროპაში, რომელსაც ანგარიშს უწევს მთელი მსოფლიო და ევროპის წამყვანი ლიდერები არიან გაერთიანებული, სადაც კი არიან ხელისუფლებაში, ამ ერთობაში. შენ როდესაც იპიპ-ის უპირისპირდები, პრაქტიკულად უნდა იცოდე, რომ უპირისპირდები ყველა იმ ქვეყნის ლიდერს, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, მემარჯვენე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს და ეს არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლების მიერ. მაგრამ იქ ბევრმა სხვა პოლიტიკურმა ჯგუფმაც დაუჭირა მხარი იმ რეზოლუციას. ანუ იქ არ არის საქართველოს ხელისუფლებისათვის სასიკეთო სიტუაცია შექმნილი. და ასეთ სიტუაციაში ესე კუდი ყავარზე კი არ უნდა გქონდეს დადებული და ბევრს ლაპარაკობდა საკუთარ ქვეყანაში. ყოველდღიური ურთიერთობა არის საჭირო, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ისე ასე ვთქვათ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა შესაბამისი სტრუქტურებისაგან, პარლამენტისაგან და რა თქმა უნდა იმ დელეგაციებისაგან, რომლებიც პერმანენტულად წელიწადში 4-ჯერ ჩადიან ამ შეხვედრებზე და ძალიან ბევრი ურთიერთობის საშუალება არსებობს. მათ უნდა დაარწმუნონ მთელი საერთაშორისო საზოგადოება, რომ რასაც აკეთებენ სწორად, რომ არ არის პოლიტიკურად მოტივირებული არც ერთი საქმე, თორემ ყველგან სადაც არ უნდა ხდებოდეს, მე მახსოვს, როდესაც ტიმოშენკო იყო დაჭერილი, ან თქვათ ხადარკოვსკი იყო დაჭერილი, ძალიან რთული პრობლემები ჰქონდათ მაშინ, როგორც უკრაინის, ისე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. სააკაშვილის ხელისუფლებისადმიც იყო ძალიან ბევრი პრობლემა, თქვათ იგივე გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და ჩვენ მაშინდელი ოპოზიცია აქტიურად ვიყავით ამ საკითხის ლობირებაში ჩართული, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლება ყოველთვის ახერხებდა იმას, რომ თავისი ეგრეთ წოდებული და მართლაც რეალური ხშირ შემთხვევაშიც წარმატებებიც ეჩვენებინა მათთვის. მონიტორინგის ჯგუფზე როდესაც ლაპარაკობენ, რომ აი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა და ასე შემდგომ. გაგახსენებთ, რომ ეს არის ჯგუფი, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ყოველწლიურად ჩამოდიან საქართველოში. ხვდებიან ხელისუფლებას, ხვდებიან ოპოზიციას, ხვდებიან არასამთავრობო სექტორს და რაც მთავარია, თავიანთი ქვეყნის საელჩოები ყავთ აქ ოფიციალურად წარმოდგენილი და მათი ინფორმაცია არის აბსოლუტურად დაბალანსებული და მრავალმხრივი. ეს არ არის ისე, რომ ჩიორა ან აკომინაშვილი ჩავიდნენ ევროსაბჭოში, ყურში რაღაცა უჩურჩულეს რომელიმე წარმომადგენელს და ამითი გადაწყდა ყველაფერი. ეს არის საკითხის გამარტივება და მე ვფიქრობ, პრობლემა უნდა დაინახოს საქართველოს ხელისუფლებამ, ეს პრობლემა რეალურად არსებობს და ამ პრობლემის გადაჭრის გზები არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება იქცევს უფრო მეტი პასუხისმგებლობით, უფრო ადეკვატურად და უფრო მეც მუშაობდეს იმ მიმართულებებით, რაშიც ძალიან ბევრ პრემიებს და ხელფასებს იწერენ სხვათა შორის. მადლობთ.